რაიმე ცნობები რუსთავის ციხიდან საქმე რუს პოლიტპატიმარ ანასტასია ზინოვკინას ეხება. ქალს ხერხემლის გაუსაძლის სიტკივილები აქვს, მაგრამ ციხეში მხოლოდ გამაყუჩებელს აძლევენ და მეტით არაფრით ეხმარებიან. წყარო ალიონა ზაიცევა, ადვოკატი, რომელსაც ანასტასია ტელეფონით ესაუბრა და უთხრა, რომ გუშინ იმდენად დამძიმდა, რომ ვეღარ დგებოდა 9 საათის განმავლობაში ყვიროდა და მორიგეს ეძახდა, მაგრამ უშედეგოდ. ანასტასია ზინოვკინას ქმარმა არტიომ გრიბულმა, რომელიც ასევე პატიმრობაში იმყოფება, პროტესტის ნიშნად ჩიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას მისი მეგობარი სამოქალაქო აქტივისტები ავრცელებენ. შეგახსენებთ, რომ ანასტასია ზინოვკინასა და არტიომ გრიბულის ნარკოდანაშაული ედებათ ბრალად, უბრალოდ ისინი უკვე გასამართლებულები არიან და მისჯილი აქვთ 8 წელი და 6 თვე პატიმრობა. რუსეთიდან ისინი პუტინის რეჟიმს გამოეხსნენ, თუმცა საქართველოში ივანიშვილის რეჟიმის ტყვეები აღმოჩნდნენ. შოთა თუთბერიძე, ადვოკატი, ჩაგურთვება ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში. საღამშვიდობის. საღამშვიდობის, შოთა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თუ შეიძლება გითხარით პირველ რიგში ანასტასიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თქვენ დღეს ის ინახულეთ საპატიმროში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის და ბოდიში რომ სტუდიაში ვერ მოვახერხი მოსხოდა ამ ფორმით მიწევს მონაწილეობა გადაცემაში. მე დღეს მოვინახული ანასტასია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, მას აქვს ორი დიაგნოზი, ორივე მათგანი ეხება ხერხემლისა და კისრით მალების პრობლემას, რაც იწვევს ხოლმე გაუსაძლის ტკივილებს. 29 ოქტომბერს, ანუ გუშინ წინ, იგი ეგდო საკნის იატაკზე პირდაპირ მნიშვნელობით და რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ მიიღო დახმარება, მათ შორის ვერციხის ადმინისტრაციის მხრიდან. სასწრაფო ესაჭიროება პირველ რიგში ნევროლოგის, კვალიფიციური ნევროლოგის კონსულტაცია, შესაბამისი დანიშნულება და მკურნალობა, მათ შორის ისეთი ნივთები, რომლებიც ამჟამად მისთვის ხელმეუწვდომელია, მათ შორის სამკურნალო მატრასი, ეგრეთ წოდებული ორთოპედიული მატრასი, რომელიც მიწოდებათ სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ასევე ის არის ალერგიული და სჭირდება ანტიალერგიული პრეპარატები, როგორც მანვე განაცხადა და რაც ფაქტი არის ის, რომ იგი პრაქტიკულად ყოველდღიურად იკეთებს ზოგჯერ ნემსის სახით და ზოგჯერ ტაბლეტების სახით საკმაოდ ძლიერ მოქმედ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს ხერხემლის ტკივილის გასაყუჩებლად, რაც უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ მე მიუხედავად იმისა, რომ ექიმი არ ვარ, ვხვდები, რომ ასე გაგრძელება განმავლობაში შეუძლებელია. ერთი მხრივ, ანუ ორ ასე ვთქვათ კომპონენტიანი იქნება ჩემი შეკითხვა, ერთი მხრივ რა განაპირობებს მის მიმართ ასეთ მოპყრობას და ეს რეალობა ნიშნავს თუ არა იმას, რომ არ შეიძლება ანასტასიას ციხეში ჯდომა, იქ სადაც ახლა არის და შესაძლოა სჭირდებოდეს საავადმყოფო თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩვენ ყველანი თავხდებით, რომ როგორც სინდისის პატიმრისთვის იქ ჯდომა ნამდვილად არ შეიძლება, მაგრამ ახლა რადგან საუბრობ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მოდი ამ კუთხით გავაანალიზოთ ეს საკითხი. კი ბატონო, მადლობა ამის აღნიშნვისთვის. ჩემი სათქმელიც ძირითადი ეგ იყო პრინციპში, რომ მისი ციხეში ჯდომა პირველ რიგში არ შეიძლება, იმიტომ რომ ის უდანაშაულო ადამიანია და მე არ ვიცი მოსამართლედ წოდებულ გალუსტაშვილს თუ რამე მეტაფიზიკური ძალა არსებობს, რამ უნდა გაახაროს უსამართლო მოსამართლე, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და უდანაშაულო ადამიანები ამდენი წლით გამოკეტა ციხეში, ისე რომ თვალიც არ დაუხამხამებია, ისე რომ ყველაფერის იგნორირება მოახდინა, რაც საქმეში იყო. მათ შორის შეგახსენებთ, რომ პოლიციის მიერ წარმოდგენილ ვითომ ჩხრეკეს ვიდეოზე მათ გაიპარათ რედაქტორის შეცდომა იყო და გაიპარათ რეჟისორის შეცდომა იყო და გაიპარათ ისეთი ადამიანები, პოლიციელები, რომლებიც სააბაზონოში იყვნენ ჩაკეტილი ანასტასიას ბინაში, რომლებმაც ეს წამალი დადეს იქ ნარკოტიკები და იქ არ უნდა ყოფილიყვნენ, ანუ არ ქონდათ ოქმი, იყვნენ ჩაკეტილები აბაზანაში და შემთხვევით ვინც იღებდა ამ შხრეკის ვიდეო მასალას, დააფიქსირა ეს უცხო ადამიანები იქ და ეს გალუსტაშვილმა ვერ შეამჩნია ამაზე განაჩენში დამსჯელიც კი არ არის. რაც შეეხება ამ დღევანდელ მიზეზს, რაც სასწრაფო მიზეზია და არ ეხება ზოგადად იმას, რომ უსამართლო სასამართლო გვაქვს და რაღაცა მონები განკარგავენ ადამიანების თავისუფლების ბედს, სამწუხაროდ შესაძლებელია ეს ნიშნავდეს იმას, რომ მისი სასჯელის მოხდა ამ პირობებში შეუძლებელი იყოს, თუმცა მე ამაზე საუბარი გამიჭირდება მანამ სანამ სპეციალისტების აზრს არ მოვისმენ. მე როგორც იურისტისთვის ჩემთვის ძალიან მარტივი აღსაქმელია, როგორც უბრალოდ ადამიანისთვის, რომელსაც უბრალოდ ყოველდღიური საყოფაცხოვრებო შეხება აქვს მედიკამენტებთან, რომ არ შეიძლება ადამიანი ყოველდღე დიაზეპამს იკეთებდეს, მაგალითად ნემსის სახით და ბლოკეუმს იკეთებდეს დღეში ერთხელ ან სვამდეს, იმიტომ რომ ესენი ძლიერ მოქმედი პრეპარატებია და შეუძლებელია, ასევე არ
შეიძლება ადამიანი ყოველდღე ანტიდეპრესანტებს სვამდეს და მან მე როგორც დღეს მითხრა იმის გამო რომ ანტიდეპრესანტები იწვევდნენ მისი ასე ვთქვათ უნარის დაქრეითებას რომ უბრალოდ საღგონებაზე ყოფილიყო იგი ანტიდეპრესანტების მიღებასაც აღარ აპირებს და აღარ იღებს და ის რომ საკანში იატაკზე ცივი იატაკზე ბეტონის იატაკზე წოლა რამდენიმე საათის განმავლობაში ასევე არ არის ნორმალური და მას მე ხარ ვიცი რამდენად სწორი არის ამ დეტალებზე საუბარი თუმცა ეს ინფორმაცია საჯაროდაც გაჟღერდა და შემეძლია ვთქვა რომ პამპერსი რომ მეუტანეს და დაუგდეს რომ აი ამოიცვიო ესო და ადამიანი არ გამოიძებნა რომელიც მიეხმარებოდა რომ ამდღარიყო და საპერფერაშოში სასულიყო ეს ხადია ნიშნავს იმას რომ მისადმი მოპყრობა შეიძლება არადენ მოპყრობის ან წამების სტანდარტსაც გიაკმაყოფილებს და ადამიანის შეიძლება აი ასეთ სიტუაციაში რისი გაკეთება შეიძლება სამართლებრივად მიგაჩნია თუ არა რომ მიზანშეწონილია უკვე სპეციალისტმა შეამოწმოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასოს და ამის საფუძველზე შემდეგ რაღაც შეიცვალოს ანასტასიას ახლანდელ სტატუსში სამართლებრივ სტატუსში დიახ, ჩვენი დღევანდელი საუბრის ერთ-ერთი შედეგი პრინციპში ეს რომ ჩვენ ესეთი სამოქმედო გეგმა მოვხაზეთ ზოგადად რომ ორშაბათიდან უკვე შევეცდებით რომ მან მიიღოს ნევროლოგის და ალერგოლოგის კონსულტაცია სამედიცინო დაწესებულებაში მოგეხსენებათ ციხის პირობებში ამგვარი ექიმები ნაკლებად არიან ხელმისაწვდომი იქ ზოგადი პროფილის ექიმები უფრო არიან ხოლო მას შემდეგაც გვექნება დიაგნოზი და შესაბამისი დანიშნულება თუ რა სჭირდება მას კურნალობისთვის და ეს უნდა იყოს არა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ციხის ექიმი რომელიც ხმა პატევისცემის მიუხედავად შეიძლება ამ კონკრეტულ სფეროებში არ იყოს ძალიან კვალიფიციური არამედ დარგი სპეციალისტი რომელიც სამოქალაქო სფეროდან იქნება მას შემდეგ უკვე უნდა გავაკონტროლოთ ეს დანიშნულება რამდენად სრულდება და ციხის ადმინისტრაციას პენტენციურ დაწესებულებას რამდენად შესწევს ძალა ობიექტურად რამდენად არის საშუალება რომ ეს პირობები შესრულდეს ციხის პირობებში თუ შეიძლება რომ შესრულდეს ცხადია ამ გზას უნდა მივყვეთ და შევეცადოთ რომ მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი ამ კურნალობის კურსის სრულფასოვნად გავლა ციხის პირობებში მათ შორის უკვე რაც აქვს ანასტასიას დანიშნული ეს არის ფიზიოთერაპია თუმცა ციხის პირობებში როგორც თავად მითხრა ფიზიოთერაპია ამოიწურება მხოლოდ აი კისრის რამდენიმე მოძრაობით და მკლავების გაჭიმვით და თუ ამგვარი კურნალობა ციხეში შეუძლებელია მაშინ ბუნებრივია ეს ისედაც უსამართლოდ დაჭერილი და ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული შემთხვევა პოლიტიკური პარტნიორების შემთხვევაში იმიტომ რომ იქ კომუნიკაციის პრობლემაც კი აქვს ხო ანასტასია სამარტო ოსაკანში არის და უფრო მეტიც ადმინისტრაციაში სულ რამდენიმე ადამიანია ვინც რუსული ენის გაგება შეუძლია ანუ რუსულ კომუნიცირებაზე წლის საუბარი ზედმეტია ერთი ასეთი შეკითხვა შოთა ჩვენ გვახსოვს ცოტა ხნის წინანდელი რამდენიმე დღის წინანდელი ფაქტი როდესაც ნინო დათაშვილის გირაოდ გამოშვება მოუწია რეჟიმს და ჩვენ ნახეთ რომ აქ ჰუმანურობასთან კი არ გვაქვს საქმე სინამდვილეში ნინო დათაშვილის შემთხვევაში ჯანმრთელობის ძალიან მკვეთრი გაუარესება ვნახეთ ეს ვიზუალურადაც ნახა ტელემაყურებელმა თუ რა მდგომარეობით გამოვიდა ეს ციხიდან და იქამდე კარგა ხნის განმავლობაში მიდიოდა საუბარი იმის შესახებ რომ ნინოს ციხეში ყოფნა არ შეიძლებოდა თუნდაც აი ამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავი რომ დავანებოთ იმას როგორი უკანონო პატიმარი იყო ის ფიქრობთ რომ არსებობს რაიმე შანსი იმისა რომ ანასტასია ზინოვკინას შემთხვევაშიც გამოყენებული იქნეს სასამართლოს პროკურატურის და შემდეგ სასამართლოს ისეთი გადაწყვეტილება რომელიც მას მისცემს საშუალებას რომ ჯანმრთელობა გააგრძელოს უკვე გირაოს პირობებში თუნდაც მაგრამ თავისუფლებაზე კი ბატონო ეს სწორი პარალელია იმიტომ რომ მე მგონია რომ ჩვენ ჯანმრთელობის გამორიცხვის თვალსაზრისით იგივე გზას ვადგავართ სამწუხაროდ რასაც ნინო დათაშვილი დაადგა და შეიძლება უფრო მძიმე შედეგამდეც მივიდეთ უბრალოდ ტექნიკური თვალსაზრისით იგივე მექანიზმი ვერ იქნება გამოყენებული ვინაიდან ანასტასიას და არჭემს უკვე მსჯავრდებული სტატუსი აქვს ისინი არ არიან ბრალდებულები და მათ მიმართ აღკვეთი ღონისძიება არ არის გამოყენებული მათ უკვე პატიმრობა აქვს მისჯილი თუმცა ზედა ინსტანციებში რა ეტაპზეა შეგვიძლია ამ ზედა ინსტანციებში სააპელაციო სასამართლოში არის საქმის განხილვა მიმდინარეობს, თუმცა აქ უკვე არც გირაოს გამოყენება აღარ ხდება სავდეობის, აქ აღკვეთ ღონისძიება აღარ გამოიყენება, იმიტომ რომ პატიმრობას იხდის როგორც
მსჯავრდებული, არა როგორც ბრალდებული. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დაზუსტება, ან უნდა გაათავისუფლოს, ან ისე დარჩეს ყველაფერი როგორც არის, როგორც სასამართლოში გადაყვანა. საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს რამდენიმე მექანიზმს, მათ შორის ეს არის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოვა, ადამიანთან თავისუფლება, თუნდაც დროებით განთავისუფლება მკურნალობის მიზნით. ამგვარი პრაქტიკა მაინც და მაინც ხშირი არ არის გულწრფელად რო გითხრათ, პირიქით ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე, როგორც ეს ხდება ხოლმე მაგალითად სიმსივნის ტერმინალურ სტადიაზე შეიძლება მოხდეს, ან რამე მსგავსი რა პრაქტიკაც არის საქართველოში დამკვიდრებული, თუმცა ბუნებრივია ამ ახალგაზრდა სიცოცხლეთ სავსე გოგონას დანგრეული ჯანმრთელობის და უფრო მეტიც უარეს შემთხვევაში სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა, მე ვფიქრობ მარტო მონა მოსამართლეებს არ აკისრიათ, მთელ საზოგადოებას გვაკისრია პრინციპში და მე ამ სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება, რომელიც პრაქტიკაში, როგორც თავად ვიაღნიშნეთ, ძალიან იშვიათია, მაინც და მაინც დიდი იმედი ამის არ უნდა გქონდეს. ახლა ყველაზე მთავარი არის როგორმე ანასტასიას ჯანმრთელობაზე ზრუნვა გაგრძელდეს საავადმყოფოში, ეს არის დასკვნა როგორც. დიახ, საავადმყოფოში იქნება თუ ციხეში ეს დამოკიდებულია სპეციალისტის შეფასებაზე, თუმცა ჯეროვანი მკურნალობა სადაც იქნება შესაძლებელი, მე მოვიტყვები რომ გითხრათ რომ რაიმე ილუზია მექნება, ან მე ანასტასიას განთავისუფლების მოთხოვნა როგორც ადვოკატს მაქვს იმ საფუძვლით რომ იგი აბსოლუტურად უსაფუძვლო და მტკიცებულების გარეშე არის პატიმრობაში, თუმცა ეს აბსოლუტურად ცალკე საფუძველია, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ არ მოითხოვს და თუ შესაძლებელი იქნება მისი მკურნალობის ჩატარება პატენტურ დაწესებულებაში, რაშიც მე ეჭვება პარება, მაგრამ თუ იქნება შესაძლებელი ჩვენი მოთხოვნა არის მკურნალობის ჩატარება, ჯეროვანი სამედიცინო დახმარების გაწევა და თუ არ იქნება შესაძლებელი ეს ციხეში, მაშინ რა თქმა უნდა გათავისუფლდეს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს არც მართლა ყველამ თავისი ოჯახის წევრი წარმოიდგინოს, ეს არ არის უბრალოდ ადამიანი დამნაშავეა ციხეშია და ცუდად არის და ამიტომ უნდა გამოთავისუფლოს. ამ ყველაფერთან ერთად ეს არის ადამიანი, რომელსაც მე ნებისმიერ ხოც დავუჯდები, პირადად სახლში, პირდაპირ ეთერში, ოჯახში, სუფრასთან ყველა მტკიცებულებით და დარწმუნებული ვარ იოტიას სოდენა ჭკუავისაც აქვს თავში და ბრმა ვინც არ არის აბსოლუტურად ყველას დამტკიცებ რომ ეს ადამიანი ტყუილად არის ციხეში. შოთა, ეს და აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ ეს საქმე არ არის მხოლოდ ანასტასიასი, მისი ქმრის არჭომ გრიბულის საქმეც აქვეა, ეს ერთი საქმეა. აქედან გამომდინარე მინდა დაგისვათ შეკითხვა რა იცით არჭომთან დაკავშირებით, რომელმაც შიმშილობა დაიწყო ამ ნაწილში, თუ გააქვთ ინფორმაცია დამატებით გარდა იმისა რომ გავრცელდა ეს ცნობა. მან დაიწყო შიმშილობა, მე მას არ შევხვედრილ ვარ საკმაოდ დიდი ხანია, არამედ ის გამოცხადების შემდეგ მანამდე დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოვახერხე შეხვედრა, თუმცა ვიცი რომ ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია, რაიმე ტიპის საგანგაშო სიგნალები ჯერჯერობით არ გვაქვს, ეს გადაწყვეტილება არც ჩემთან არ იყო შეთანხმებული და შესაბამისად მისი მოტივები ან მიზნები ჩემთვის ამ ეტაპზე უცნობია. მის შემთხვევაშიც მე მთავარ პრობლემად ხედავ იმას, რომ ამ ადამიანებს აქვთ პროტესტის და უსამართლობის ძალიან დიდი უსაზღვრო განცდა, იმიტომ არა რომ ცუდად არიან, იმიტომ რომ ტყუილად არიან ციხეში ჩასმულები, მოთავსებულები. ამიტომ მე იმედი მაქვს რომ არჭომის შიმშილობის საფუძველი რაც დღეის მდგომარეობით არის ანასტასიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე აღმოიფხვრება და იგი საკუთარ ჯანმრთელობის დაზიანებას რაღაცა არ გამოიწვევს და იმედი მაქვს რომ ეს არ დასჭირდება რაღაც რადიკალური ფორმის გამოყენება, იმიტომ რომ მათ ჩვენთან ერთად თავისუფალ საქართველოსთან ერთად აქვთ ძალიან დიდი ბრძოლა წინ სამართლიანობისთვის, მათი თავისუფლებისთვის და საბოლოო ჯამში საქართველოს მომავლისთვისაც, იმიტომ რომ ისინი მიუხედავად მოქალაქეობისა და მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნის პასპორტი აქვს ჯიბეში, ზუსტად იგივე ჯვრის მატარებლები არიან, იგივე სიმძიმის ჯვრის მატარებლები არიან, რა სიმძიმის ჯვარსაც ატარებენ სხვა სიმძიმის პატიმრები და განსაკუთრებული ადამიანები არიან, იმიტომაც რომ მათ მიმართ რეჟიმი განსაკუთრებით სასტიკი აღმოჩნდა. ისინი დაისაჯნენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ აქციებზე მონაწილეობდნენ, არამედ იმიტომ, რომ გაბედეს და ჩაერივნენ ქართული ეთნობის წინააღმდეგ ბრძოლაში არა საქართველოს მოქალაქეები. გმადლობთ შოთა თუთბერიძე, ადვოკატი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.